Ani, მოგესალმები. ხო ხედავ, ჩვენ ვართ მშრომელი ხალხი. Აი, ემესაძე ჩამოვედით ბათუმში. 9 საათზე ვართ. 9 საათზე აქ ვართ და დღეს დამთავრდა უკვე რემონტი, ხო? და მე მინდა თელ აჭარის მოსახლეობას. მინდა დიდი მადლობა გადაუხადო აი იმ პატივცემისთვის, იმ ყურადღებისთვის, პატრულის ბიჭებს, აქაურ ჩაქვის ხელმძღვანელობას, მერიას და ასე შემდეგ. რატომ ჩვენთვის ყველი კარგი სიტყვა არის პრესტიჟი და ყოველთვის გვეხმარებიან ყველანაირად და პატრულის თანამშრომლებს მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადოთ იმ ყურადღებისთვის, რომ ყოველ 5 წუთში აქ დადიან რამე პრობლემა ხო რა, რამე ხო არ გინდათ. ეს ჩვენთვის ძალიან დიდი სტიმული და თელ აჭარის პატრულს დიდ მადლობას ვუხდით. იგივე ჩაქვის მერიას და დანარჩენ სხვა სამსახურს. ახლა რაც შეეხება, ani ჩვენ ვართ მშრომელი და ვმუშაობთ, ხო? ჩვენ მუშაობთ, როგორც დრო არ ვიცით. ზოგს მოსწონს, ზოგს არ მოსწონს და ჩვენ საძე არ ვიყურებით. ეს არის შემოსასვლელი ავტომობილის 40 მანქანიანი საწყობი. ეს არის დაახლოებით 20-22 მანქანა დადგება აი ამ ცენტრში. გაკეთებულია დროშების დასაყენებელი, ეს საჩვენელისა, აი ეს რა კარგად არის გაკეთებული. აქაც წინ მთლიანად დაახლოებით 40-50 ავტომობილი დადგება და დარწმუნებული ვარო ძალიან ბევრი აჭარელი შეიძენს უკვე აქ ავტომობილს. Ani შენ ქუთაისში თითქმის ყოველ მეორე-მესამე დღე ბათუმში ყიდიდი ავტომობილებს, ხო? გუშინწილად აჭარაში გამოუშვი ავტომობილები და ძირითადად ძალიან ბევრი მომხმარებელი აჭარაში მყავს და ჩემო მომხმარებლებო, მოგიწოდებთ, რომ ყველანი გახსნაზე ჩვენს გვერდით იქნებით, რა თქმა უნდა და გელოდებათ აი ძალიან კარგი სიურპრიზები, ძალიან ახალი ავტომობილები, გათამაშებები. შემდეგ დავაანონსოთ ბატონო გელა, მაგრამ ეს არის ავტომაღაზია. ეს არის ავტომაღაზია, აქედან არის შესასვლელი, აქაც გარეთაც ავტომობილები დადგება, აქ არის მთლიანად იქნება სერვიზი, უყურეთ როგორ არის. ელექტრომობილებისთვის და საწვავზე ბენზინს რო ვიძახით, მომუშავე ავტომობილებისთვის და ნებისმიერისთვის არის თავარი რა, სერვიზი, ხო? სერვიზი და კომფორტი, რა ჩვენ როგორ არის. ავტომობილს როცა იყიდი, ეს არის რკინა. რო გაფუშდეს პატრონი უნდა, ხო? და ჩვენ ამას 40 წელია ვაკეთებთ და რაც შესაძლებელია ამ ავტომობილის პატრონი ვიდა ეს ბატონო. ვისია? შენ ზიხარ და მე მეუნები ვისია? თუ შენ ზიხარ ამ ავტომობილზე შენია, ხო? მე პირადად საბოლოო რემონტის დასრულებისას პირველად ჩამოვედი და მართლა გაოგნებული ვარ. მიუხედავად ჩვენი არასამუშაო და გადატვირთული გრაფიკისა, ჯერ კიდე უკვე შემოსასვლელში იგრძნობა და ამ ცენტრის სიკაშკაშე და მიხარია და აი ერთი სული მაქვს და შემიძლია ვთქვა, რომ წუთებს ვითვლი და დღეებს და წუთებს ვითვლი უბრალოდ როდის გაიხსნება ჩვენი ცენტრი და აი აქეთ მოდი ისა. აქეთ შეხედეთ, ოღონდ BYD, ჯეტორი, ჩანგანი, ზიკერი და დანარჩენი სხვა ავტომობილები კიდევ, რაც თბილისშია და ბათუმშია. ამ ცენტრის გახსნას ბევრი ადამიანი ელოდება და დაახლოებით უკვე ავტომობილები შემოდის თბილისში, გავრეცხავთ და დავაყენებთ დაახლოებით 10 დღეში უკვე ჩვენ ბათუმის სულ მალე გვექნება გრანდიოზული გახსნა. ახლა როგორ ჩვენ შევკვირდით ჩაქვის ახალგაზრდებს, გვინდა რომ ახალგაზრდები დასაქმდეს და ჩვენ არავის არ ჩამოვიყვანთ, ყველანი იქნებიან ჩაქველები. ერთის 2 ადამიანი დღეს ავიყვანეთ და 2-ვე არის ჩაქველები. აი აქ არის ძალიან დიდი ტერიტორია და აქ იქნება როგორც იქ არის შენობა, ცალკე ერთი შენობა იქნება კიდევ ავტომობილებისთვის, ცალკე ბრენდისთვის. რაც შეეხება იმ ტერიტორიას, იქით არის სახელმწიფოს ტერიტორია და ჩვენ ამ სკვერს გავაკეთებთ ბავშვებისთვის, როგორც დავაანონსეთ უმაღლეს დონეზე. რაც შეეხება ani აუყურეთ, რაც შეეხება აი ეს არის წინა ტერიტორია,
სადაც ალბათ ცენტრის გახსნის შემდეგ გაკეთდება რეალური პროექტი სახელმწიფოს წარუდგენდა იქნება აჭარის ისტორიაში ყველაზე მაგარი ავტობაზრობა და ეს აუცილებელია ქალაქ გარეთ. მე მინდა უთხრა მოსახლეობას ანი რომ თუ ვინმე არის დღეს ტრანსპორტნიკი, მე ვარ ტრანსპორტნიკი. მე ვიცი როგორ უნდა განვიტირთოს ქალაქი. აბა რატო ვარ თურქეთის საპატიო მოქალაქე? ან დუბაის. ხო? იქ ლექსებს კი არ ვკითხულობ. მსგავს საკითხებს ვაკეთებ. რა თქმა უნდა, მე შემიძლია რომ აქ ბაზრობის შემდეგ ეს ავტომობილები სადღაც რო აყენია ყველა წამოვა და დადგება ავტობაზრობაზე გასაყიდად. ეს არის აქ არიან წვილი ბიზნესმენები, რომლებსაც მოყავთ 2, 5, 10, 20 ავტომობილები, აქ გაყიდიან და აქ ნომრებსაც მისცემენ. სრული მომსახურებას შევთავაზებთ? ნომრებსაც მისცემენ, გარანტიას მისცემენ და ესე შემდეგ. კაფე იქნება, აქ ბავშვებისთვის სავარჯიშო იქნება. შეხედეთ რამოდენა ტერიტორია არის 70, 80, 100 ავტომობილი მარტო აი აქ გარეთ დადგება და 1, 3, 4, 5 დღეში ალბათ დავიწყებთ წამოყვანას. 10 დღეში კიდე გავხსნით. კიდევ ერჯერ თელ აჭარის პატრულს დიდი მადლობა მინდა გადაუხადო. დღესაც მოგვაკითხეს რამე პრობლემა ხო არ არის. ეს ჩვენთვის არის სტიმული, ხო? აქაური აჭარის მთავრობამაც ბევრჯერ მოგვაკითხა და რა ვიცი, აბა, აი ზუსტად ესე უნდა იყოს მიდგომა, ხო? ხო, არაფერში არ დავხმარებია ჩვენ, მაგრამ ის მოკითხვა, როგორ ხართ, რამე პრობლემა ხო არ არის, ჩვენთვის არის ძალიან მაგარი სტიმული. თელ აჭარის მოსახლეობას დიდი მადლობა მინდა გადაუხადო. არასდროს პრობლემა არ ქონია და ღმერთმა თნას რომ რამე პრობლემა გქონდეს. ანი, ხარ კმაყოფილი? მე კმაყოფილი ვარ და ბედნიერი ვარ, რომ წილად ხვდა ის ბედნიერება, რომ აჭარის მათე მოტორსის დავწავოთ ინტრიგად დანარჩენი ყველაფერი და ანი როგორც კარგად ხელმძღვანელობს ქუთაისში, ისევლე ქუთაისიდან აკონტროლებდეს იქნება და ხშირად იქნება აქ ჩათვალე თვეში 5 და 6 დღე აქ იქნება რომ ამასაც მიაქციოს ყურადღება და ეს ცენტრი ხვალიდან ალბათ საბარდება ანის. მოდით გისურვებთ წარმატებას და დიდი მადლობა კიდევ ერჯერ აჭარის მოსახლეობას. ბედნიერად დროებით და დაგველოდეთ. ავტომობილები უნდა იყიდოთ აქ. დაგველოდეთ. ხვიჩა სად არის? ხვიჩა აქ იქნება ცენტრის გახსნაზე. გისურვებთ წარმატებას. რიველენდში მივდივართ ხო? აუცილებლად, რა ქვია? რიველენდი როგორც ცენტრის გახსნის მერე მივდივართ გოჩასთან. გოჩასთან. ხო, რიველენდში. რიველენდში. აუცილებლად ესე იქნება. დროებით.